ზიზღი არის ის ცეცხლი, რომელიც ანადგურებს ყველაფერს, რასაც შეეხება. საქართველოს შინაგანად შლის ეს დაუკმაყოფილებელი გაბრაზება და ერთმანეთის მიმართ სიძულვილი. თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს, არ უნდა დავკარგოთ დრო ჩხუბში, დანაწევრებაში და შურისძიებაში. ლიდერები, რომლებიც ზიზღს ეყრდნობიან, მხოლოდ მოჩვენებით გამარჯვებას თუ მიაღწევენ და საბოლოოდ ალბათ თავადაც დაიკარგებიან. ბიბლიაში წერია, რომ ზიზღი ადამიანს გზას უკარგავს და მხოლოდ უფსკრულისკენ მიიყვანს. დღეს საქართველოში ბევრი რესურსი და დრო ზიზღზე იხარჯება, ნაცვლად საერთო მიზნებისკენ და გაერთიანებისკენ სვლისა. მხოლოდ ის თაობა, რომელიც გულში სიმშვიდეს ატარებს, შეძლებს ქვეყნის გაერთიანებას და ნამდვილი გამარჯვების მიღწევას. არჩევანი ჩვენზეა. გავაგრძელებთ ერთმანეთის ლანძღვას და გაყოფას, თუ აიძულებთ საკუთარ თავს გავჩერდეთ და ვიმოქმედოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ.